დღევანდელი დღით ბატონშალვა 105 წლის წინ 25 თებერვალი განგრძობითი ოკუპაცია ჩვენი ქვეყნის რამდენად მძიმეა და რამდენად მნიშვნელოვანია კიდევ უფრო აი ამ დღეს 105 წლის წინ რუსეთის მე-11 არმია თავს დაესხა დამოუკიდებელ საქართველოს და ამით შეწყვიტა დამოუკიდებელ საქართველოს არსებობა. ჩვენ ეს დღე ორ რამეზე უნდა გვაფიქრებდეს. პირველი, დამოუკიდებლობა არ არის მოცემულობა, რომელიც ერთხელ დგება და თავისთავად გრძელდება, დამოუკიდებლობას უნდა დაცვა. როგორც 105 წლის წინ უნდა დაცვა ჩვენს დამოუკიდებლობას, ასევე უნდა დღეს შეიძლება კიდევ უფრო მეტად, იმიტომ რომ დღეს დამოუკიდებლობის ხელყოფის ინსტრუმენტები კიდევ უფრო ფართო არის. ეს არ არის მარტო ხიშტი, ეს არის დღეს უკვე სიტყვა, ეს არის პროპაგანდა, ეს არის ჰიბრიდული ინსტრუმენტები, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ გამოიყენება. და მეორე, ისევე როგორც 105 წლის წინ, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მთავარი იარაღი მტრის ხელში ეს არის მეხუთე კოლონა. ქართული სახელები და გვარებით ადამიანები, რომლებიც ატარებენ უცხო ძალების ინტერესებს ჩვენს ქვეყანაში. დღესაც მეხუთე კოლონა ძლავრობს და ცდილობს, რომ საქართველო დაუქვემდებაროს სხვების დღის წესრიგს, სხვების ინტერესებს. ასე რომ 25 თებერვალი ჩვენ გვახსენებს ორ რამეს, დამოუკიდებლობას უნდა ყოველდღიური დაცვა და თითოეულ მოქალაქის პასუხისმგებლობა ეს და მეორე მეხუთე კოლონას უნდა ყოველთვის მხილება, ვინაიდან თუ კი არ ვამხელთ ქართული გვარსახელების ადამიანებს, რომლებიც უცხო ქვეყნების დროშებს აფრიალებენ, დასრულდება იმით, რომ ბოლოს თბილისის თავზე სხვა ქვეყნის დროშა აფრიალდება. ბატონშალვა სანქციებზე მინდა გითხოთ დიდმა ბრიტანეთმა დაასანქცია ორი ტელეკომპანია და ვნახეთ ასევე საქართველოში გამოხმაურება. საქართველოს და ხელისუფლებას რომ შეასრულოს ევროპული ვალდებულებების სანქციებზე მიერთებით. ამის შემდეგ იყო გერმანია და ამის შემდეგ იყო საფრანგეთი, რომელიც საერთო განხილვა. ეს არის თუ არა პირდაპირ ბიძგი საქართველოს შევიდეს დიადაპირისპირება. გუში მე მგონი სიმართლის ელექსირი ქონა მიღებული რამდენიმე ელჩს, იმდენი სიმართლე ილაპარაკეს, რაც 4 წელია არაზუსტ არ უთქვამს. ამხილეს პრაქტობრივად ყველაფერი, რაზეც ჩვენ საუბრობდით, გახდა აშკარა, რომ მთელი ეს 4 წელი მიზეზი, რატომაც ჩვენ ევროკავშირი და დასავლეთი გვერდჩოდა, იყო ის, რომ ჩვენ არ დავყევით მათ თავარ მოთხოვნას და არ წავედით ესკალაციაზე რუსეთთან. და რა თქმა უნდა, ეს საუბარი რომ თითქოს არავინ ითხოვდა მეორე ფრონტის გახსნას, აბა რა არის? თუ არა მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნა, როდესაც საქართველოს ეუბნები, რომ უნდა დაუწესოს სანქციები რუსეთს, ტურისტები არ შემოუშვას, როგორც ევროკავშირის ელჩმა გითხრა, ვაჭრობა არ კონდეს რუსეთთან, ანუ ღვინო არ გაიტანოს ქართულმა გლეხმა და როგორც გითხრა ევროკავშირის ელჩმა, ფრენები უნდა ჩავკეტოთ და არ ვიცი მე თვითფრენებები ციდან უნდა მოხსნა თუ რა უნდა ვქნა, როგორც გითხრა ევროკავშირის ელჩმა, ბენზინი თურმე არ უნდა შემოიტანოს ბიზნესმა რუსეთიდან და იყიდოს ძვირი ბრიტანული ბენზინი, როგორც ეს გითხრა ბრიტანეთის ელჩმა, ან სხვა ქვეყნის ძვირი ბენზინი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ნიშნავს საქართველოს ჩათრევას რუსეთთან ესკალაციაში, რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს ომს, რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს ისეთ ომს, სადაც არც ბრიტანელი, არც გერმანელი, არც ფრანგი და არავინ საერთოდ, არავინ ერთი ჯარისკაცი არ ჩამოვაქვს ჩვენთან გვერდზე საომრად, შეგვატოვებენ მარტო, როგორც ყოველთვის გვიწევდა და შემოგხედავენ გარედან. რაც შეეხება ბატონი ბრიტანეთის ელჩის განცხადებას და თითქოს არ მოითხოვან. ბრიტანეთის ელჩი ბოლო პერიოდია კაბინეტიდან კაბინეტში დადის პირადად და მათ შორის პარლამენტის წევრებთან და პირდაპირ ითხოვს, რომ საქართველოში არ შემოვიდეს რუსული გაზი თუ ბენზინი და როდესაც მას ეუბნებიან, რომ ერთი უბედურებაა, რომ იმისთვის რომ ბიზნეს აუგზავნო შენ რუსეთიდან ბენზინის შემოტანა თუ რაიმე ენერგომატერიალების შემოტანა ბიზნეს რო აუგზავნო სახელმწიფომ, ამიტომ სახელმწიფომ უნდა დაუწესოს სანქციები რუსეთს. ეს ერთი შევთანხმდით, რომ ბრიტანეთის ელჩი ითხოვს სანქციების დაწესებას, ანუ ომს. მეორე, როცა მას ეუბნებიან პირადად ბრიტანეთის ელჩს, რომ კი, მაგრამ თუ კი ჩვენ ბიზნეს თუ კი დავასანქცირებთ რუსეთს, თუ რაცა ბიზნეს აუგზავნოთ, არ შემოიტანს ბიზნესი რუსეთიდან იაფ ბენზინს მოუწევს ძვირი ბენზინის ყიდვა, რა ვიცი, ბრიტანეთში ან სადმე და ჩვენ მოსახლეობისთვის გაძვირდება საწვავის და ზოგადად ცხოვრებას, გაძვირდება საწვავი, გაძვირდება პური, გაძვირდება ყველა პროდუქტი. იცით რა არის ბრიტანეთის ელჩის პასუხი?
რომ არა უშავს რა იყო ჩვენთანაც გაძვიდა და თქვენთანაც ძვირი გადაიხადოს მოქალაქეებმა აი ესეთი ადამიანი მე ქართულ ენაზე რომ გველაპარაკება და სიყვარულს ეფიცება აი ამ ფარისევლობას რომ ხედავთ ბრიტანეთის ელჩისგან აი ეს არის მთავარი რა თქმა უნდა ჩვენ ხედავთ პირდაპირ არის მცდელობა საქართველოს ჩაითრიონ რუსეთთან ესკალაციაში საქართველოს ჩაითრიონ ცეცხლის კალში რომელიც უნდა მოუწყონ რუსეთს თუ რამის თავი აქვს აგერ იციან სადაა ფრონტის ხაზი თუ უნდა რუკას ჩაუგდებს სადგადი ზუსტად ფრონტის ხაზი ბრიტანეთის გერმანიის ჩასვან ხა თავის ჯარისკაცები გაუშვან იქ სანგრებში და იომონ თუ რამის თავი აქვს და თუ არაფრის თავი არ აქვს შეეშნან საქართველოს ჩათრევას ამ უბედურებას ბატონო შალვა უნდა კითხოთ სანქცია დიდი ბრიტანეთის მხრიდან ბოდიში გავაგრძელებ ამ რომელიც ამბობს რომ თავად შეამცირეს რუსეთთან ვაჭრობაზე დამოკიდებულება თქვენ პირადად გამოასწავლეთ ამ საკითხს ის ნაწილი ჯერ ერთი აი სამარცხვინო გაცხადება აბსოლუტურად ევროკავშირის ელჩის თავად იცით სულ ახლა ხან რამდენიმე კვირის წინ თავად გამოაქვეყნეს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო თუ პრემიერ-მინისტრი რომ ევროკავშირმა რუსეთს ბოლო 4 წლის გამო უფრო მეტი ფული გადაუხადა ვიდრე უკრაინას და ეხლა გამოდის ევროკავშირის ელჩი და ბედავს რომ ქართველებს რომელსაც ჩვენი გაგვჭირვებია ჩვენი გამოწვევებია დგას ეხლა და ცხვიაბზევებული გვეუბნება რომ რუსი ტურისტი არ შემოუშვა დამშეული იყავი ღვინო არ გაყიდო ვინ ეკითხება ევროკავშირის ეცვა გველაპარაკება ამ ტონით აბა შეწყვიტონ თვითონ რუსეთის დაფინანსება და გვერდში ედგა ბალტიის ერთ-ერთი ქვეყნის ეჯდა რა ქვია ელჩი იმ ღონისძიებაზე რომელსაც ჩვენზე მეტი ღვინო გაქვს რუსეთში აი ესეთ ფარისევლობაა დღეს ევროკავშირი კიდევ ერთხელ ვამბობ რომ ბრიუსელი დღეს არის ღირებულებისგან დაცლილი ბიუროკრატების თავყრილობა რომელიც ერთადერთი რასაც შეუძლიათ მათ ეს არის სხვების დაზიანება მათ აღარ აქვთ არანაირი უნარი ძალა შემოქმედებითი მიდგომა რაიმეს მიმართ რაღაცა შექმნან ერთადერთი რასაც დღეს ბრიუსელი არის ეს არის ანგრევს რაც თქვია ანგრევს სხვების ბედსაც და საკუთარი ხალხის ბედსაც და ამიტომაც არის რომ ევროპელმა ხალხმა ხმა აიმაღლა უკვე ბრიუსელის და მათი მარიონეტების წინააღმდეგ ბატონ შალვა სანქციაზე უნდა კითხოთ დიდი ბრიტანეთის სანქციებზე რომელიც ეხება ორ ტელეკომპანიას ტელეკომპანია იმედს და ტელეკომპანია პოსტივის ნახეთ მათი განმარტებებიც და ნახეთ საქართველოში გამოხმაურებაც დიდი აჟიოტაჟი მოყვა გუშინდელი დღიდან ამ ამბავს აი თქვენი აზრით ერთი მხრივ თვითონ სანქცია და მეორე მხრივ აი რა მოლოდინი შეიძლება გქონდეთ ამ ამბით გახარებულ ადამიანებს რომ რა დაეცემა 105 წლის წინ რუსეთი თავს დაესხა თავისუფალ ქართულ სახელმწიფოს 105 წლის თავზე ბრიტანეთი თავს დაესხა თავისუფალ ქართულ მედიას. მე მგონი ეს პარალელი ძალიან ცხადია და ცხადია მისი შინაარსიც. რუსეთი 105 წლის წინ თავს დაესხა საქართველოს იმისთვის რომ ჩვენი სახელმწიფო არ მოსწონდა და უნდა შეეჩერებინა ჩვენი სახელმწიფოს არსებობა, ხოლო ბრიტანეთი თავს დაესხა თავისუფალ ქართულ მედიას იმისთვის რომ შეაჩეროს თავისუფალი სიტყვა. ეს არის მთავარი საკითხი. თქვენ რა გონიათ ახლა რაიმე რაც აღარ ვიტყვი შინაარსზე რაც მათ ჰქონდათ ამ განმარტებაში აბსოლუტური სისულელე როგორ თუ ტელევიზიაში ითქვა რომ უკრაინა არის კორუმპირებული სახელმწიფო დიახაც კორუმპირებული კი ზე კორუმპირებული არის ნახეთ მე მგონი ერთმანეთის დაჭერაზე არიან გადასული ასე რომ უყურეთ ეს როგორ არიდებით პირდაპირ წერია რომ იმიტომ რომ ამბობდო კორუმპირებული არისო უკრაინა ერთი ერთი წამით მეორე რაც შეეხება მიზეზებს ხომ ჩვენ რა თქმა უნდა დეზინფორმაცია აბსოლუტურად არ ანაღულებს ბრიტანეთს დეზინფორმაცია გეტყვით რატო ბრიტანეთში თავსაფარებს კეზერაშვილი ფორმულას პატრონი და ხაზარაძე TV პირველის პატრონი და დამფინანსებელი ორი ყველაზე პროპაგანდისტული დეზინფორმაციული ტელეკომპანიის პარტიული მედიის მფლობელები უზის თავისთან ერთი მეორე სულ ახლახან აპირებდა ბრიტანეთი დაეფინანსებინა არათუ პროპაგანდისტულ რაღაც დეზინფორმაციულ პარტიული კედლის გაზეთი ტაბულა პარტიული მედია პირდაპირ პარტიის კედლის გაზეთი უნდა და დაეფინანსებინა და ვერ შეძლო და დღემდე მალავს ბრიტანეთის ელჩი მათ შორის საჯარო კითხვა ერთი წამით რა მალავს დღემდე ბრიტანეთის ელჩი აქამდე ჰქონდა თუ არა მას დაფინანსებული ტაბულა
ასე რომ რა თქმა უნდა დაივიწყეთ ეს არანაირი ღირებულებები არ არსებობს მე მგონი დაგვანახა უკვე თანამედროვე სამყარო და ამერიკელებმა ყველაზე კარგად დაგვანახეს ბრიტანელების და ევროპელების სახე რომ ერთი წამით ამერიკელებმა ყველაზე კარგად დაგვანახეს ის მთელი სიყალბე და ფარისეულობა ბრიტანელების და ევროპელების რომ თითქოს რაღაც ღირებულებებზე დგანან 12000 კაცი ყავთ დაჭერილი იმის გამო რომ კომენტარი არ მოეწონათ ვიღაცის ასე რომ ეს ყველაფერი არის ფარისეულობა სინამდვილეში დავფიქრდეთ რატომ აკეთებენ ამ ყველაფერს აი ამიტომ რაც ხდება გითხარით ბრიტანეთის ელჩი რომ დადის კაბინეტიდან კაბინეტში და ითხოვს რომ საქართველოს დაასანქციონოს რუსეთი ანუ არ იყიდოს აკრძალოს რუსეთიდან რა ქვია ენერგოპროდუქტების ბენზინის თუ გაზის თუ ასე შემდეგ შესყიდვა ამის აკრძალვის ერთადერთი ამისი ხო ამის ყველანაირი შემცირება ნიშნავს უნდა შეზღუდვა ნიშნავს უნდა დააწესოს სანქციის დაწესება ნიშნავს ესკალაცია ნიშნავს ომს და ნიშნავს ომს ჩვენ ვქნებით მარტო და შემდეგ მოვისმენთ ტკბილ განცხადებებს ბრიტანეთიდან და ბრიუსელიდან საქართველოსთან დაკავშირებით ამიტომ ეს არის შეხედეთ ახლა კიდე ასე იმედი თუ კი ვისაუბრეთ ტელეკომპანია იმედზე არის ტელეკომპანია რომელსაც საქართველოს მოსახლეობის 40% ენდობა აი ზუსტად ამიტომ უნდათ რომ გააჩუმონ მართალი სიტყვა როცა ებრძვის ბრიტანეთი მართალ სიტყვას ეს არის ყველაზე კარგი ილუსტრაცია რასთან გვაქვს საერთოდ საქმე ასე რომ კიდევ ერთხელ ეს ზღაპრები ბრიტანეთის ელჩმა მოუყვეს საელჩოში თავის თანამშრომლებს ქართულად უნდა ინგლისურად ამ ზღაპრების არავის აღარ ჯერა ჩვენ ვიცით რაც უნდათ ეს არის თავდასხმა 105 წლის თავზე თავს ესხმიან თავისუფალ ქართულ მედიას გაეროს რეზოლუციაზე უნდა კითხოთ ბატონ შალვა ჩვენ როდესაც საუბრობთ საქართველოს უკრაინას ურთიერთობებზე ასევე გვესმის ბრალდებები ჩვენი ქვეყნის მიმართ უკრაინასთან ურთიერთობის კონტექსტში ფაქტია რომ ეს არის თავდასხმა თავისუფალ ქართულ მედიაზე და ჩვენ უპირველეს ყოვლისა ეს უნდა შევაფასოთ როგორც ეს თავდასხმა ეს თავისუფალ ქართულ მედიაზე თავდასხმა რა თქმა უნდა უპირველეს ყოვლისა აქედან ჩვენ უნდა დავფიქრდეთ რა უნდა ვინაიდან ეს არის ჰიბრიდული ომის ტაქტიკები რომელსაც ახლა უკვე პირდაპირ იყენებს ბრიტანეთის ხელისუფლება ქართველი ხალხის წინააღმდეგ ამას შევხედოთ უნდა და დასკვნები გამოვიდოდეთ მაგრამ კიდევ ერთხელ 4 წელია სხვანაირად კი არ ხდება 4 წელია ამას უყურებთ როგორც 4 წელი ვერ გადაგოდგინეს ნაბიჯი საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ასე ვერ გადაადგმევინებენ ვერავის ნაბიჯს გაეროს რეზოლუციაზე უნდა კითხოთ ბატონ შალვა ჩვენ გვესმის ბრალდებები საქართველოს უკრაინას ურთიერთობის მიმართ რომ საქართველოს არ არის სათანადო მეგობარი და მსგავსი განმარტებები ჩვენ ნახეთ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია უკრაინაში მდგრადი მშვიდობის მხარდაჭერა მხარი დაუჭირა 107-მა ქვეყანამ მათ შორის ვართ ჩვენც მხარდამჭერები თუმცა მაგალითად ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნგრეთმა თავი შეიკავა როგორია ჩვენი პოლიტიკა უკრაინასთან მიმართებით? ჩვენი პოლიტიკა არ მარტო ჩვენ ხარს უჭერთ უკრაინის ხალხს, არც ზელენსკი და მისი მოადგილეები და რა ვიცი ვინც არიან. არც ზელენსკი, არც ბრიუსელი არ იმსახურებს ჩვენ მხარდაჭერას. ეს არიან უმადური ხალხი, რომელმაც ჩვენს ქართველი ხალხის მხარდაჭერას უპასუხეს შეგახსენებთ ზელენსკიმ, სად იყო ბრიტანეთი და ესე ზელენსკი რომ სანქციები დაუწესა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს. ასე უმადური ადამიანია ზოგადად მე ხარ რომ პირველი ამერიკის პრეზიდენტმა უთხრა რომ მადლიერება გამოიჩინეთ ცოტაო და ზელენსკი არიჩენს მადლიერებას ამერიკის მიმართ არიჩენს საქართველოს მიმართ არიჩენს ასე არის ჩვენ ხარს უჭერთ უკრაინელ ხალხს ზელენსკის და აი ახლა დგება ის დღეები და ყველას გაგახსენებთ კიდე ერთხელ მის სამარცხვინო განცხადებებს საქართველოსთან დაკავშირებით ელჩი რო გაიწვია იმის გამო რომ აქედან ქართველები რატო არ გამოუშვით ჩვენთან საომრად და დასახოცადო რატო არ გამოუშვით ჩვენთან დასახოცად ქართველებიო ამის გამო გაიწვია ელჩი ზელენსკიმ ასე რომ მადლობა თქვან თუნდაც მაგრამ მაგათი მადლობა საერთაშორისო დიად აღარ გვჭირდება ჩვენ უკრაინელ ხალხისთვის ვაკეთებთ ამ ყველაფერს და თავად ზელენსკის განაჩენს საბოლოო განაჩენს თავად უკრაინის ხალხი გამოუშვით ევროპარლამენტის ანგარიშიც კითხავთ ერთ ბატონშალვა და დავასრულებ რასა იუკნევიჩიანე წარადგენს ამ ანგარიშს დოკუმენტში საუბარია რომ საქართველოში დემოკრატიული უხუცვა გაძლიერდა რას ემსახურება ეს ანგარიში და აქვს თუ არა ქართული მხარისთვის რაიმე ფასი როდესაც საუბრობენ დემოკრატიულ უხუცვაზე რა თქმა უნდა როდესაც ანგარიშს ამზადებს ადამიანი რომელსაც აქვს ფაშისტური განცხადებები საქართველოს დაკავშირებით შეგახსენებთ რომ მან თქვა რომ ინფექცია არის ქართული ოცნება და ეს არის ფაშისტური განცხადება მეორე თქვა რომ ქართველი ხალხის ბრალი არის იმიტომ რომ ქართულ ოცნებას ხალხს აძლევს ასე რომ თავი პრობლემა ის არის დღეს
ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებს კურირებს ადამიანი, რომელიც ფაშისტური განცხადებები აქვს საქართველოს დაკავშირებით, ფაშიზმის გამარჯვების 80 წლის თავზე ხედავთ ადამიანს ევროპარლამენტში, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით აკეთებს ფაშისტურ განცხადებებს. ამიტომ ითქვა კიდევაც რა დაემართება ამ რეზოლუციებს. არანაირი ფასი რა თქმა უნდა ჩვენთვის არ აქვს. ფაშისტური განცხადებების მქონე ადამიანების ფურცლები დაიხევა და გადაიყრა ამბობთ რომ უკრაინას უჭერთ მხარს უჭერთ უკრაინელ ხალხს, რომელიც ომშია. ამ დროს ვრცელდება ბრალდება, რომ საქართველოსთან ორი მსხვილი ტელეკომპანია შესაძლოა ამ ომში მყოფ ხალხს კიდევ დამატებითი დესტაბილიზაციით ემუქრებოდეს. ასეთია სწორედ ამ ბრალდების შინაარსი. ასეთ დროს ბუნებრივი რეაქცია ხომ იქნებოდა, რომ დაინტერესებულიყავით ამ საკითხის გარკვევით და არა პირდაპირ დაგეწყოთ ამ ორი ტელეკომპანიის დაცვა. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ თქვენ სულაც არ ხართ უკრაინის მხარეს ამ ბრძოლაში, ამ ომში? თქვენ მეგონი ნახეთ თუ არ ვწდები გუშინ მედია მიწერა ბრიტანეთის ელჩს და ბრიტანეთის ელჩი დაიმალა საერთოდ. გუშინ იყო ღონისძიება და შეუშვა სელექციურად მედია, ანუ ჩვენ უკვე ხედავთ სეგრეგაციას ელჩების მხრიდან მედიის მიმართ და ეს დავაფიქრებთ ჩვენ პარლამენტი ამას დააკვირდება, უცხოელი ელჩები რამდენად მოახდენენ ჟურნალისტების სეგრეგაციას. რაც როცა ჩვენ დავაკვირდებით უცხოელი ელჩები როგორ მიყვებიან სეგრეგაციას და ამ სეგრეგაციის მიხედვით გვექნება რა თქმა უნდა ამ ყველაფერზე ჩვენი რეაქცია. რაც შეეხება ბრალდებებს ტყუილად ვილაპარაკე ამდენი ხანი. ანუ ორი არხი უნდა შეინარჩუნოთ, რომელიც გავრცელებული ბრალდებით შეიძლება ტყუილიათ ხო აფერისტობა, ანუ კიდევ ერთხელ ეს არის ჰიბრიდული იარაღი თავდასხმა საქართველოს თავისუფალ მედიაზე. რა უნდა გამოგვეყოლია? ვინ რა უნდა თქვენ ერთადერთი რაც გამოსაკვლევი და საფიქრალი არის შემდეგი. ეხლა თქვენ რა გონიათ ის რა ქვია ბრიტანეთის მთავრობის წევრები უყურებენ ქართულ მედიას? არა, რა თქმა უნდა. ყავთ მეხუთე კოლონა საქართველოში. აი ხო ამბობდით ვინ ატარებს უცხო ძალების ინტერესებსო. ეხლა ვინც ეს საქმე შეკერა თავისუფალი ქართული მედიის წინააღმდეგ. ეს ხო ის ქართველები არიან. ის გიგაურები და კინწურაშვილები და ასე შემდეგ, რომლებიც იჯდნენ ბნელ ოთახებში ფანარ ჩართულები და კერავდნენ საქმეებს თავისუფალი მედიის წინააღმდეგ. აი ეს არის, ხო გაინტერესება რას ნიშნავს უცხო ძალების ინტერესების გატარება. აი ეს არის, როდესაც 40%-იანი დობის მქონე თავისუფალ ტელევიზიის წინააღმდეგ კერავ საქმეს ქართული გვარსახელის მქონე ადამიანი, აი მაშინ ხარ ზუსტად უცხო ძალის ინტერესის შემსრულებელი. ასე რომ ეს ფაქტი თქვენ რა გონიათ ეხა ის რა ქვია სტრამერი თუ კითხულ და ვიყურებს ტელევიზიებს? ვინ არის ქართული ნერთი ერთმა იცის დამტრეული, მაგრამ იქ ხო ქართველები არის, ხო და ვინ უყურებს ამას? ხო ქართველები არის. ხო ქართველები არის, ვინც არა რა უნდა გამოავლინოთ? რა უნდა გამოავლინოთ? გამოავლინოთ კი სწორედ ეს არის ტყუილი საქმის შეკერვა. როგორც 105 წლის წინ გასაბჭოების შემდეგ ბოლშევიკებმა დაიწყეს საქმეების შეკერვა. დახურეს რა გააკეთეს მას? ხურავდნენ მედიას, დახურეს მედია, დახვრიტეს ხალხი. აი ეს არის ზუსტად. დახურეს რაც 105 წლის წინ გააკეთეს ბოლშევიკებმა, დახურეს მედია, დახვრიტეს ხალხი, ამას აკეთებენ ზუსტად ის მეხუთე კოლონა, რომელიცაც იყენებს საქართველოს. რატომ აიგნორებს ამ შეხედულებაზე არის საუბარი? არ მოგესმენია შალვარამიშვილის განცხადება. ოსტელის ეთერით გავსწორდა დავიცვათ და ჩვენ ვერ გავიგეთ რა საპასუხო ზომები იქნება მიღებული თქვენი მხრიდან. პარლამენტში აპირებთ რაიმე კანონის მიღებას? უბრალოდ ყოველსა ვიცოდეთ რას ნიშნავს ეს ყველაფერი. ხო ჩვენ ფაქტობრივად ყავს ეხა თბილისში ყავს ბრიტანეთის ელჩის სახით ყავს ცენზორი დანიშნული, როგორც აღმოჩნდა, რომელსაც უნდა კითხოთ ეხა რას ნიშნავს ეს მათი გადაწყვეტილება. ჩვენთვის ეხა რა თქმა უნდა მათი ზომებია, მათი რაღაც წესებია და აღმოჩნდა რომ თურმე ბრიტანეთის ელჩი ცენზორად ყოფილა დანიშნული და ის გამარტავთ რას ნიშნავს ეს ყველაფერი. რაც შეეხება ჩვენს დამოკიდებულებას გითხარით რომ პირველი არის შეფასება შემდეგი რომ ეს ფაქტია რომ ეს არის თავისუფალ ქართულ მედიაზე თავდასხმა საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის 105 წლის თავზე ამას როა გააკეთებენ ეს რა თქმა უნდა სიმბოლური არის როდესაც თავისუფალ ქართულ მედიას თავს ესწრებს. ნახოთ ვიმოქმედებთ საჭიროებების და მიხედვით არ ვიცი ვის რა ევალება კიდევ ერთხელ ბრიტანეთის ელჩი აგერ აქვე არის შეგიძლიათ კითხოთ ვის რა ევალება ის არის დანიშნული აქ კომენდანტად როგორც
ელს დაიბარებ საგარეოში თუ რამე საგარეო საქმის ადგილას მე დავიბარებდი, მაგრამ მე საგარეო საქმის გადასაწყვეტია. რა თქმა უნდა, როდესაც ამის გამო არა, ოღონდ, ამის გამო არა. აი იმ განცხადების გამო, გუშინ რაც წამოწდა, რომ სანქციების დაწესებისკენ მოგვიწევს. აი ამის გამო დავიბარებდი და ვეტყოდი ერთი, რომ საქმეზე რომ მიდგეს, აი თან რა არის, თელი სამარცხვინოობა ამ ყველაფრის, როცა ელჩი მოდის და დადის კაბინეტ და ითხოვს, რომ არ შემოიტანოთ იაფი ბენზინი, იყიდეთ ძვირად იქიდან, მე რა რომ გაძვირდება, გადაიხადეთ ძვირი. აი ეს ხო სამარცხვინოა საერთოდ ერთი ფულს მოგწევენ რომ ეს სხვაობა ისაქნათ. თუ ეს ყველაფერი ესკალაციამდე რომ მივა, აქ ბრიტანელი ჯარისკაცები დადგებიან, როგორც 1920 წელს გავიდნენ საქართველოსთან და მიგვატოვეს რუსეთის 31 არმია 1920 წელს გავიდნენ საქართველოსთან. ასევე კაციშვილი ყურადღებას არ მოაქცევს საქართველოს. რას ვერ უხსნით? რა უნდა აუხსნათ? მოწოდება თუ ერთი წამი თუ შეიძლება გითხავთ. აი ეს მოწოდება ხომ თქვენ ამბობთ რომ მე მანამდეც მოისმინეთ, როცა ომი დაიწყო მაშინაც მოისმინეთ რომ შეუერთის სანქციებს. აი რატომ ვერ მოახერხეთ ამ წლების? თქვენ რატო ვერ აუხსნით? თქვენი აზრით უნდა დაუწესოთ. მითხარით თქვენ დაუწესოთ სანქციები რუსეთს? ჩემი აზრით არ უნდა დაუწესოთ. გამარჯობა, წაით ეხლა და აუხსნით ბრიტანეთის ელჩს. აუხსნით, როგორ არ ხარ ყოფილი საქართველოს მოქალაქე ხარ და არ იცით ეხლა თქვენ როგორც მოქალაქეს გინდათოა. მადლობა რომ დამეთანხმეთ რომ საქართველოს ეროვნულ ინტერესში არ შედის ის, რასაც გთხოვს ბრიტანეთის ელჩი და ევროკავშირის ელჩი. წაით ეხლა და ელაპარაკეთ ორივე ელჩს. შეიძლება კითხოს გისვამდით, ახლა პოლემიკა ჩვენ შორის კი არ არის. რატო რა? კითხოს გისვამთ, რომ ამ დროის განმავლობაში ვერ მოახერხეთ ამ შემოთავაზებაზე ისე გეთქვათ უარი, რომ პირიქით არ დაპირისპირებოდით მთელს დასავლეთს და ახლა რატომ ფიქრობთ, რომ ეს შემოთავაზება თუ რაღაც მოწოდება არის? თქვენ ვერ მივხვდით 4 წელი რა ხდება? ვერ ხვდებით 4 წელი რა ხდება? ამასკენ გვიქაჩებიან, ზუსტად ამისკენ გვიქაჩებიან. როგორ რას პასუხობთ? ასე ჩვეულებებით რომ არაო და იმათ ეგუდათ და ეგ არის მთელი ამბავი. ნორმალურად ვერ უხსნით. ნორმალურად როგორ უნდა აუხსნათ, როცა მთავარი მიზანი რაც აქვს დასახული, რომ ჩაგითრიოს რუსეთთან დაპირისპირებაში. მთავარი მიზანი ეს აქვს. რომ კი ჩათრევა რუსეთთან ესკალაციაში, რომელსაც მოყვება აუცილებლად ეკონომიკური კატასტროფა, დათვლილი გვაქვს, ხო ეს ყველა. თვითონ ევროკავშირის ელჩმა გუში რა თქვა, რომ დავიზიანეთ ჩვენი თავი, ჩვენი ეკონომიკის ხარჯზეო, შევწყვიტეთო რუსი ტურისტების მიღებაო და ასე ჩვენი ეკონომიკის ხარჯზეო და თქვენც ეს გააკეთეთო. კაცი დგას ამ ქვეყანაში ელჩი და გეუბნება თქვენ საქართველოს მოქალაქეს, რომ შენი ცხოვრება გაიუარესე, იმიტომ რომ მე ასეთი გეოპოლიტიკური მიზნები მაქვს. რა თქმა უნდა, ეს არის ზუსტად თავარი ამოცანა, ეს აქვს 4 წელია ამისკენ გვეკაჩებიან და ხედავთ რომ ვერანაირად ვერ მოგვიდგნენ, ვერაფერს ვერ შვებიან და ეხლა ცდილობენ თავისუფალი სიტყვის ჩახშობას. კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გაუსვა. აქ არავინ არ აპირებს ენის მოჩლექვას არავისთან. არის კაფეო შეფასება, რომელიც ფაქტებით არის. ეს არის თავდასხმა თავისუფალ მედიაზე, იმ მიზნით რომ ჩაახშონ თავისუფალი სიტყვა. მედიიდან ამბობდა ერთი ადამიანი ამბობდა რომ უკრაინის დამარცხება იქნებოდა ბატონოშავა საქართველოს გამარჯვება. ვინც რას ამბობდა იმას კითხეთ. და მაშინ უსაფრთხო როგორ არის მასზე შეტევა, მისთვის სანქციების დაწესება. ხო ამბობთ რომ უსაფრთხოა, მაგრამ ამის მქმელზე სანქციის დაწესება როგორ არის? ძალიან მარტივი საკითხი. უფრო თქვენ როგორ უყურებთ რეალურად მოსახლეობა როდის იგრძნობს საკითხზე ფასების ნახოთ კომისიის მუშაობა მიმდინარეობს, ყველა ისმენს, ყველას თანაბარი მოცულობის ინფორმაცია გვაქვს, როგორც პარლამენტის წევრს, მთავრობის წევრს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარის, ისე მოქალაქის. ყველა გვაქვს თანაბარი ინფორმაცია საპარლამენტო კომისიის ასე ვთქვათ, პროცედურის წყალობით, იმით რომ ყველა ვისმენთ რასთან გვაქვს საქმე. ასე რომ მოვისმენთ, გავიმშვით და ნახავთ რა გადაწყვეტილება შეიძლება თქვას მიღოთ. ყულევის შესახებაც ვიხარით, ჩვენ ამბობთ. ირაკლი ყობახიძე იმედოვნებდა, რომ ყულევი არ მოხდებოდა სანქციების მეოცე პაკეტში, მაგრამ მოხდა, როგორც ამის შესახებ ინფორმაცია მოგვეწოდა გერმანიის ელჩმა. ახლა ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ყულევში მიიღეს ის გემის, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა დაასანქცირა. აი ამის შესახებ რა შეგიძლიათ გითხრათ, როგორ ვერ უზრუნავით ის, რომ საქართველოს არ მოხვედრილი მე ევროკავშირის სანქციებში. ტანკებმა რა დაგემ. გუშინ ნახე მოვისმინე ბატონი პეტერის კომენტარი, რომ მტკიცებულებები გვაქვს და იქნებ აბა გაჩვენოთ თქვენ მტკიცებულებები. ბატონი პეტერი იქცა ჩვეულებრივ პროპაგანდისტად, მისგან რასაც ვისმენთ, ფაქტებზე აღარ არის საუბარი, ჩემი შეფასებით ის რაღაც ამბებს აღარც ავრცელებს პროპაგანდას. ასე რომ გუშინ ერთ-ერთი ასეთი პროპაგანდისტული განცხადება მოვისმინეთ ბატონი პეტერისგან, რომ თითქოს არა როგორ არის ეს ბრალს ვინც გვდებს იმაზე ინფორმაცია გავრცელა რომ ნამდვილად მოხდა სანქციების ამის მტკიცებულებები არისო და ბატონო პეტერმა წარმოადგინოს ამ მტკიცებულებები არის. ახლა
რა რთულია რამე, აბა წარმოადგენთ მტკიცებულები. მტკიცებულების გარეშე წარმოადგენთ. შეეწერებოდა ყულების. როგორ გეკადრებათ, როგორ მტკიცებულების გარეშე აგერ თავისუფალ მედიას ასანქციები, რაში ჭირდებათ? რაში ჭირდებათ მტკიცებულები მორჩა გამოჩნდა ერთი რამე რომ არანაირი წესები, წესრიგი არაფერი არ არსებობს მათთვის. მორჩა არის აბსოლუტური თვითნებობა და თვითნებობის დროს შეუძლიათ ყველაფრის გაკეთება. ბატონო შავა, თქვენ ხომ ამბობთ რომ მტკიცებულებები წარადგინეთ, რომ ყულები არ დაესანქცირებინა ევროკავშირს ამ პაკეტში. მაგრამ საბოლოოდ აღმოჩნდა რომ ყულები მაინც მოხდა ამ პაკეტში. გამოდის თქვენ ვერ უზრუნავთ. როგორ მოხდა სანქციები? არავინ არ დასანქცირებულა. არ დასანქცირებულა სხვა თემა, მაგრამ მოხდა ამ პაკეტში. თქვენი პასუხისმგებლობა იყო რომ არ მოხვედრილიყო ამ პაკეტში. და ეს მაინც მოხდა. თქვენ წარმოადგენთ მტკიცებულებები, მაშინ ჩვენს ვიმსჯერებთ, რამდენად სარწმუნო მტკიცებულებები იყო. უპირველეს ყოვლისა მტკიცებულები უნდა წარადგინოს მან, ვინც ბრალდებს, ხო არის უდანაშაულს პრეზუმპცია ხო მოსწონთ ახლა სხვა დროს მოსწონთ, ახლა არ მოსწონთ. და კიდევ ერთხელ გუშინ ბატონმა პეტერმა გაავრცელა პროპაგანდა იმასთან დაკავშირებით თითქოს არსებობს რაღაც მტკიცებულებები, რაც არის ტყუილი, თუ არა და წარმოადგენს მტკიცებულებებს. აბა რატომ ჩაიწერა ყულები თუ მტკიცებულები არ არის? უყურე ძალა აღმარცხნობს. როცა ხვდებიან რომ ძალა აქვს და კანონი არ არსებობს, რასაც უნდა იმას გააკეთებენ. კიდევ ერთხელ მიზანი ხო მარტივია. აი ეხლა თავისუფალ მედიაზე თავდასხმამ ყველაფერს ახადა ფარდა. თან ოკუპაციის 105 წლის თავზე, ხო, ნუ ამასაც ხო უნდა მოფიქრება, რომ ამ დროს გააკეთოს ყველაფერი. ახადა წლის თავზე, რომ მინდა მათ გუშინებმა განცხადებებმა, უკვე ღია განცხადებებმა საქართველოს უნდა წავიდეს რუსეთთან ესკალაციაზე. რომ ამ მიზანს არ ეშვებიან, რომ რამენაირად რუსეთთან ესკალაციაზე წაგვიყვანან. ამ მიზანს არ ეშვებიან. ჩვენ 4 წელი გამოვატარეთ ეს ქვეყანა ისე, რომ არ დაუთმეთ ერთი მისხალისკით ქართული ინტერესისა, ამის შედეგია სწორედ მათ შორის ჩვენთან მშვიდობის შენარჩუნება, უსაფრთხოების და კეთილდღეობა და დგას ახლა გუშინ ევროკავშირის ელჩი და არც კი ცხვენია, რომ ამბობს, რომ ჩვენო დავაზიანეთ ჩვენი ეკონომიკა რუს ტურისტებს თუ არ უშვებთო და ახლა თქვენს დააზიანეთო და არ შემოუშვათ რუსი ტურისტებიო. კიდე ერთხელ ამაზე პასუხი მიიღეს აი ამ ადგილას. 4 წლის წინ მიიღეს პასუხი ამ ადგილას 25 თებერვალს, რომ არა, არც ერთ სანქციას არ დაუწესებთ და დაკმაყოფილდნენ ამისით. დაკმაყოფილდნენ იმ უბედურებით, რაც ტრიალებს სხვაგან და ბრიტანეთს რო საუბრობთ, ისიც არ დაგვავიწყოს, ესეც უნდა ითქვას. ესეც ჩემი დეზინფორმაცია ვინმესი ხო არ არის, არა? არახამიამ ხო თქვა? რომ ბრიტანეთის წარმომადგენელი ბატონ ჯონსონი იყო ჩასული და უკვე შეთანხმებამდე მისული სამშვიდობო შეთანხმება, ხელმოწერამდე მისული სამშვიდობო შეთანხმება ჩაშალა ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, უთხრა რომ მიდი იომეთო. იმათაც იომეს და სად არის? ხედავთ იქ ბრიტანეთის ჯარისკაცებს, ანუ ვინმეს ხედავთ იქ რომ ომობს. ამის შემდეგ გავიდა კიდევ 2 თვის დაწყებული იყო ეს ომი. ამის შემდეგ 1000-ობით უკრაინელი დაიღუპა, 1000-ობით. და ამ ადამიანს რამე სინდისის ქეჯნა აქვს, რომ როგორც გითხრა ჩვენ როგორც უკრაინის ხელისუფლებამ ამხილა, ის იყო, ვინც უბიძგა უკრაინას, ხელი არ მოეწერა სამშვიდობო შეთანხმების, რომელზეც არხამიამ თქვა, რომ აწყობდათ ის შეთანხმება და უკეთესი პირობები იყო, ვიდრე ახლა არის. აი ეს ჩააშლევინა 1000-ობით უკრაინელი დაიღუპა და დღეს განანდა საქართველოს გველაპარაკები, რა სინდისით გველაპარაკებს.